მადლობა მინდა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც დამასახელა და რამდენიმე წელიწადია ცდილობენ ამ ბერტა ზუტნერის ნომინანტი გამხდარიყავი. მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია და იქიდან გამომდინარე, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანადამფუძნებელი ვარ და ამ ორგანიზაციას, ასე ვთქვათ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. და ძირითადად ჩვენ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან ვმუშაობთ. როდესაც შევიტყვე აი ამ ისტორიის შესახებ, ბერტა ზუტნერის ცხოვრების შესახებ და ის რომ ზუგდიდში ცხოვრობდა და მით უმეტეს რომ დევნილებთან აი ამ რეგიონში ჩვენ ვმუშაობდით, რაღაცა ძალიან დამაინტერესა ეს ამ ქალბატონის ისტორია, რომელიც იყო პირველი ნობელის პრემიის მფლობელი, მშვიდობის დარგში პირველი ქალი. და არიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ თურმე საქართველოში მის ცხოვრებას, მათ შორის ზუგდიდშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ბერტა ზუტნერს ჰქონდა ესეთი ქალური ისტორია თავის ცხოვრებაში, ისეთი როგორიც ბევრ ქალს აქვს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, იგი ცოტა უფროსი იყო თავის მეუღლეზე და ოჯახმა არ მიიღო, მეუღლის ოჯახმა არ მიიღო ის და იძულებულები იყვნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ და არჩეს კავკასია და საქართველო და ასე მოხდა ბერტა ზუტნერი ზუგდიდში და მარტო ზუგდიდში არა, გორში ცხოვრობდა იგი გორშიც, ქუთაისშიც და თბილისშიც. მემორიალური დაფა არის სუზნაძის ქუჩაზე ბერტა ზუტნერის საპატივცემლოდ. ჩვენი მხრიდან, ორგანიზაციის მხრიდან, რადგანაც დიდი წვლილი მიუძღვის მას ზუგდიდის, როდესაც ზუგდიდში ცხოვრობდა და ხშირად ამბობდნენ, რომ ის დადიანების სასახლეში ცხოვრობდა, სინამდვილეში დადიანების სასახლეში პირდაპირ მნიშვნელობით, რამდენადაც მე ვიცი, არ ცხოვრობდა, მაგრამ იმდენ ძალიან ახლოს იყო ამ წრესთან, იმიტომ რომ ის ფლობდა ენებს, რამდენიმე ენას და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას ზუგდიდში და ძალიან ახლოს იყო დადიანების ოჯახთან. შესაბამისად და კარგად გაიცნო იმ ქალების ცხოვრება, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობენ და სავარაუდოდ ძალიან ახლოს იყო მასთან ეს ყველაფერი და წარმოდგენაც ალბათ ძალიან მძიმე იყო იმ პერიოდის ქალების ცხოვრება ზუგდიდში, თავის ასე ვთქვათ, იყო ეს ათრეული ქორწინების პრობლემა თუ სხვა. შესაბამისად, როგორც მწერალმა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებიც დაწერა, რომელიც პაციფისტური შინაარსი აქვს თავის, იმიტომ პაციფისტი იყო თავის მიმდევრობით, ასახა ფაქტიურად ქართველი ქალების გავლენა იქონია, მოკლედ საქართველოში ყოფ და მის ნაწარმოებში. ანუ რეალურად შემიძლია ვთქვა ის, რომ ქართველი ქალების ხმა სოფლიომდე მივიდა ბერტას მეშვეობით და დღესაც კაც აღნიშნე, რომ დღესაც აი მისი ეს პრემია საშუალება მომცა მეც და საქართველოს დელეგაციასაც, რომ გაგვეჟღერებინა საქართველოს ხმა მშვიდობის პალასში, სადაც ასე ვთქვათ, იცით, ნობელის პრემიის ლაურეატებს აჯილდოებენ და ასე შემდეგ. ეს ძალიან საპატივცემლოა. როგორც ორგანიზაციამ ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ, სხვათა შორის 2011-ში თუ არ ვცდები და ზუგდიდში ბერტა ზუტნერის სახელობის ქუჩა არსებობს, ანუ ჩვენი ინიცირებით მუნიციპალიტეტში ადვოკატირებას ვეძახოდით, მაშინ ქონდა ესეთი კარგი ურთიერთობა მუნიციპალიტეტთან იმ პერიოდში და შესაბამისად დაარქვეს ერთ-ერთ ქუჩას ბერტა ზუტნერის სახელი. თქვენზეც მინდა ახლა რომ ვისაუბროთ, რა იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რისი დამსახურებითაც თქვენ ეს ჯილდო მოიპოვეთ. მესმის შესაძლოა ტართულია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, რატომ გერგოთ ეს ჯილდო წილად, რომელსაც ისევ გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდად არ მიყვარს ჯილდოები ზოგადად, იმიტომ რომ რაღაცა უხერხულობის გრძნობა გაქვს ამ სიტუაციაში და რა თქმა უნდა, ახლა როდესაც ჟღერს რომ მშვიდობის პრემია მიიღო ადამიანმა, რომ კითხვა გაუჩნდებათ ადამიანებს, სად დაამყარა მშვიდობა და სად არის მშვიდობა, ხო? რეალურად და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შრომის დაფასება, იმ შრომის დაფასება, რომელიც 30 წლის განმავლობაში მე და ჩემი ორგანიზაცია და ჩემი მეგობრები, კოლეგები ჩავდეთ ამ საქმეში და იმ ქალების დამსახურება, იმ ძალიან მაგარი ქალების დამსახურება და გოგოების, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ და ესენი არიან განსაკუთრებით დევნილები და კონფლიქტით
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. რა არის მათთვის მთავარი პრობლემა? ცოტა მოკლედ რომ გვეპასუხოთ დროიდან გამომდინარე. დიახ, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ადგილებში სიტყვაზე ზუგდიდში შეიძლება სხვა პრობლემა ქონდეთ ქალებს რაღაცა კი აერთიანებთ, მაგრამ მაგალითად ორსანტიაგოში ან სადმე სხვა პრობლემა, მაგრამ ჩორჩანაში სხვა პრობლემა, სადაც მარტო 19 ოჯახი ცხოვრობს. არის ძირითადი პრობლემებს ძალიან ბევრი შეგვიძლია ხა ჯანდაცვა, განათლება, რაღაცა ვისაუბროთ, მაგრამ ადამიანების ეს არის უყურადღებობა და ის რომ მოწყვეტილები არიან რაღაც სამყაროს და არ არიან რეალიზებულები და არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რაღაცა პროცესებზე, სადაც რეალურად შეუძლიათ რომ კონდეთ ამის შესაძლებლობა. ამიტომ ამ ადამიანებთან მეგობრობა და ნდობის მოპოვება და დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აი შემდგომ უკვე როდესაც გაჟღერდა ეს ამბავი და ბევრი მილოცავდა, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო სიმართლე გითხრათ, აი ადამიანების მოლოცვები და გულშემატკივრობა იყო, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ მუშაობდით, ეხლაც მუშაობ ზოგთან ახლანდელი, მაგრამ აი უკვე დრო გავიდა ზოგი არც მახსოვს და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ალბათ ის რომ თქვენი საქმე კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გააგრძელოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მადლობელი ვარ საერთოდ ქალების და ამ შემთხვევაში სალომეს მინდა ხაზი გაუსვა ადამიანს, რომელიც იყო ინიციატორი ამ ჯილდოსი, იმიტომ რომ მან შესძლო რომ ზუგდიდში დაფუძნებული ჯილდო გამختارიყო საერთაშორისო ჯილდო და ამ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მე გავხდი და აი კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს თაობათა დიალოგს, ამ სხვა თაობების ადამიანების დიალოგს და სალომე არის ახალგაზრდა ლიდერი და მან შესძლო რომ ანუ ის რაც დაუშვათ ჩვენ ვერ შევძელით, ჩვენ შევძელით ის რაც სხვა თაობებმა ვერ შესძლეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ისტორიული მეხსიერება შეუნარჩუნოთ მომავალ თაობებს.